გულის ყველა განყოფილება ერთდროულად არ იკუმშება. ჯერ იკუმშება წინა გულების კედლები, რაც ნომთელ 1 წამს გრძელდება, პარკუჭები კი ამ დროს მოდუნებულია. სწორედ ამ დროს წინა გულებში არსებული მთელი სისხლი გადადის პარკუჭებში. ესე იგი, მათ შორის არსებული კარიანი სარქველები ღიაა, ხოლო აორტისა და ფილტვის არტერიების ნამგლისებრი სარქველები დახურულია. რასაკვირველია, წინა გულების შეკუმშვას უნდა მოყვეს პარკუჭების შეკუმშვა. ამ დროს კარიანი სარქველები დახურულია, რათა სისხლის აბრუნებას ხელი შეუშალოს წინა გულებში. მაგრამ ამავდროულად ღიაა ნამგლისებრი სარქველები, რათა სისხლმა შეძლოს გადაადგილება ფილტვის არტერიისა და აორტის მიმართულებით. პარკუჭების შეკუმშვა ნომთელ 3 წამს გრძელდება. რასაკვირველია, აქაც შეიძლება დაბრუნდეს სისხლი უკან პარკუჭებში, ამიტომ აღნიშნულს ხელს ჯიბისებრი, ნამგლისებრი სარქველების დახურვა უშლის. შემდეგი ეტაპია პარკუჭებისა და წინა გულების ერთობლივი მოდუნება, რაც ნომთელ 4 წამს გრძელდება. ამას გულის სრული მოდუნება ჰქვია. პერიოდს წინა გულების ერთი შეკუმშვიდან მეორემდე გულის ციკლი ეწოდება. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმები, რათა არ გამოტოვოთ საინტერესო სიახლეები. მომავალ შეხვედრამდე.